გვიან ღამით კახეთში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი პოლიციამ საკუთარი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულს 15 წლის გოგონამ და დედამ უჩივლეს. არასრულწლოვანი მამას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა გოგონას დედა ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. მე ჩემი პრობლემები ყველამდე მეყოფა და მე ტელევიზიასთან არაფერი საქმე არ ამam. თან სასამართლო გაარკვევს ხალბატონო. გოგონას მშობლები დიდი ხნის დაშორებულები არიან, როგორც ბრალდებულის მეზობლები ყვებიან, ბავშვი მამასთან სტუმრად ხშირად დადიოდა, თუმცა რაიმე სახის საერთო ქმედება მამაშვილს შორის არ შეუმჩნევიათ. თუ ეს კაცი ესეთი აღხსნილი იყო და შვილის მიმართ ესეთი რამე აკეთებდა, ეს როგორ შეიძლება, როგორ იკადრე? თუ ესეთი არასანდო პიროვნება იყო, რაო გამოაგდო, აქეთ რატო გამოუშვა? თავი დედათან ეყოლოდა და იქ გაიზარდნა. ეხლა რომ მოვიდი, ეხლა გავიგე. მაგის წარმოდგენაც არ შეიძლება. თავის შვილზე მამამ როგორ უნდა ისაქნას? ან შეიძლება როგორ უნდა იფიქროს დაჟე. არა მე ეგეთი რამე არაფერი არ ვიცი. არასრულწლოვანის დედინაცვალი ყვება, რომ მის ქმარს ყოფილი ცოლი ცილს წამებს. მისივე თქმით, გერმა ისა და მისი მეუღლე მხოლოდ იმის გამო შეიძულა, რომ ხშირად შენიშვნებს აძლევდნენ. ჩვეულებრივი ურთიერთობა, როგორც მამаш, არანაირ რომელ მაღაზიას საერთოდ ლაპარაკი. აი რომელ გაფიქრებაზე და მეორეც ერთი კიდე იძახანო ეს დიდი ხნის ამბავი ხდება, ანუ ვითომ მამამისმა დიდი ხნის წინ მოახდინა. თუ მამა შვილს გაყრუნილობისკენ უსწრაფებს, რომელმაც საბარდელოდან შვილი გამიყვანა და სახლში მაიყვანა და დედა რომელიც საბარდელოში ცხოვრობს, ის შვილს პატიოსნებისკენ მიუსწრაფებს, მაგის კითხვაზე გამწეს დედამ, ბებიამ, ოჯახმა, იმათემა და თვითონ ბავშვმა. ახლა კი ჩვენი ექსკლუზიური დეტალები ამ საქმის ირგვლივ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გოგონას საქალწულე აპკი დარღვეული არ აქვს, რაც გაუპატიურების ფაქტს გამორიცხავს, თუმცა ქიზიყიჯის ინფორმაციით გოგონამ აუდიო ჩანაწერი გააკეთა, რითიც ძალადობის ფაქტი დასტურდება. ჩანაწერის ავთენტურობას ამჟამად ექსპერტები სწავლობენ. დაკავებულ სიღნაღის სასამართლო მორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შეგახსენებთ, ამ ოჯახს კიდევ ერთი გახმაურებული სკანდალი უკავშირდება. დაკავებული მამაკაცის დედა ელიკო ტერტერაშვილი რამდენიმე სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ბრალდებით 2007 წელს დააკავეს. მათი საროსკიპო არა მარტო დედოფლის წყაროში, არამედ მთელს კახეთში ელიკო მამიდას ბორდელის სახელწოდებით იყო ცნობილი, სადაც გოგონები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოჰყავდათ. სოფელ წითელწყაროში მათ სახლში მოქმედი საროსკიპოს შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახმაურდა, რაც სამი გოგონა გვიან ღამით სახლიდან გაიპარა, თბილისში ჩავიდა და სამართალდამცველებს დახმარებას თხოვა. იმავე ღამეს მათ ბინაში სოდი შევიდა. ამჟამად ელიკო ტერტერაშვილი თავისუფალია, თუმცა ამჯერად ის შვილის საქციელს გმობს.